უფრო საინტერესო იქნება გასაგები თუ აუხსნით რატომ ჩვენი პროდუქტები ევროპაზე ძვირი. პრინციპის დონეზე არის სწორი, იმიტომ რომ რაღაც პროდუქტი შეიძლება უფრო ძვირი იყოს, იაფირდეს. ციციბურა რო აიღო რა. ციციბურა არის ზოგადად გავრცელებული იყო მთელ სამყაროში რა, ყველა ჭამდა. ევროპაში და ამერიკაში ერთ-ერთი ის იყო რა, მნიშვნელოვანი პროდუქტი. და მე სიმინდმა ჩანასვლა ამერიკაში ტექნოლოგია განვითარდა სიმინდის მოყვანის ეფექტიანობა ბევრად გაიზარდა და ამიტომ აღმოჩნდა რომ სიმინდის მოყვანა უფრო მომგებიანია და სიმინდმა ჩანასვლა ციციბურა. ამიტომ აი ამერიკაში ფილმებში რაღაც კაიხანი რაღაც 50-იან წლებიდან ციციბურას ფილმს აღარ ჭამს და რაციონიდანაც გამოვიდა კულტურა გამოყენება ამის გაქრა და შემდეგ. ამიტომ ციციბურას რო შეხედო, ციციბურა რუსეთში, ჩვენთანაც, ჩინეთში, სადაც ჭამენ ბევრად უფრო იაფიღებს, ვიდრე თქვა დასავლეთ ევროპაში ან ამერიკაში. იმიტომ რომ დასავლეთ რაღაც ფაქტორად დელიკატესად გავიდა რა. თუ ასე ძალიან გინდა, კი ბატონო, მაშინ ფულიც გადაიხადე. იმიტომ კი არა რომ ციციბურა რაღაცა, იმიტომ რომ მომხმარებელია განსხვავებული. ან მაგალითად რო აიღო პური. საგინახე ახლა ევროპაში, სადაც ინგლისში, სადაც ხალხი ახალ წელს დგებოდეს და რითი 15 პური მიქონდეს სადღაც. ეს უფრო სადმე არსებობს ეს რაღაც. და ეს ყველა აი მომხმარებლის რაღაც ქსელაზე დამოკიდებული. ამიტომ ის რაღაც პური შეიძლება ბევრად უფრო ძვირი იყოს, ბევრად უფრო ხარისხიანი იყოს. იმიტომ რომ იქ რავი ადამიანი ერთ პურს იყიდის, თელ ოჯახს ყოფნის ერთი პატარა პური და ცოტას მოიჭიან შეჭამი. და ჩვენთან აი ჩვენადი პური, მაგრამ რატომ ვყიდულობ ჩვენად პურს? იმიტომ რომ ღარიბები ვართ. ანუ კალორიებს ვიღებთ აი ყოველ ცუდი საჭმელი. ხო, ანუ აი პურს რო ბევრ ჭამს, ჩვენ სიღარიბეზე მივუდიდებს. და ეხლა წამოიგინე, ეხლა შემოუატრიალია სიტუაცია. ჩვენ თუ ძალიან ღარიბები ვართ. რაღაც სპეციფიკური პროდუქტი, რომელიც გერმანელებისთვის არის ძალიან ბუნებრივი პროდუქტი, ბევრი აქვთ. აი, სულ იყენებენ. ხო და აი მაგათ რაღაც რის პროდუქტი იყოს რა. რა ვიცი, გერმანელები ბევრია, კონკურენცია, რაღაცა და ის ამიტომ ის რაღაც ფასი უფრო დაბალი შეიძლება იყოს, ვიდრე ჩვენთან ეს არის ფრიკების პროდუქტი. აი ძალიან დიდარი ხალხის, აი ვაკეში იყიდება სადღაც, რა გლდანში აღარ იყიდებ. კი, ასე ხო და მაშინ თუ ასეა, თუ ვიღაც ფრიქს უნდა მივყიდო, რაღაც უმცირესობას, რომ ძალიან სპეციფიკური ჯგუფის წარმომადგენელი, იმას ძვირად მივყიდი. და მე რო შენ დაიარო ერთი და იგივე პროდუქტი ნახო რაღაც ვაკეში რაღაც მაღაზია შეიძლება უფრო ძვირი აღმოჩნდეს ვიდრე რაღაც ბერლინში. თქვენ რო ძვირი ღირსო ჩვენთანო, მაგრამ აბა შეხედე ამ პროდუქტს მართლა იგივე მასშტაბით ვყიდულობთ? და ევროპაში რომ მოგინდეს ქართლის და კახური შოთი იყიდო, რა დაგიждდება?